მოგესალმებით, დღეს თავგადასავალი სტუმარი ქვემო ბეთლემის მაცხოვრისშობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია. დიდი მადლობა მამაო პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის, ამ რთულ სიტუაციაში იმისთვის, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და რა ვიცი, მაყურებლის ინტერესი თქვენს მიმართ ძალიან დიდია და იმედია, რომ დღეს თავგადასავლის მაყურებელი თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან თავგადასავლებს მოისმენს და ასევე თქვენს მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მაყურებელს, მადლობა. ნახოთ რა გამოგივა. მოდით დავიწყოთ თქვენი ბავშვობიდან. აი როგორი ბავშვი იყავით, რა ინტერესები გქონდათ ბავშვობაში და თუ არის თქვენს ბავშვობაში, აი თქვენი ბავშვობის პერიოდში ისეთი მოგონებები, რაც დღემდე გახსოვთ, ისეთი თავგადასავლები, რასაც აი სიამოვნებით გაიხსენებდით. ძალიან მიჭირს ხოლმე ჩემს ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ თუ ვინმესთვის რამე სასარგებლო იქნება, მინდა ვთქვა, რომ არ ყოფილვარ არაფრით გამორჩეული და არც მორწმუნე ყოფილვარ. ჩემს დროს, როცა მე დავიბადე, ძალიან რთული დრო იყო. ეს რთული დრო იყო მივხვდი შემდეგ, როცა გავიზარდე, თორემ მაშინ ყველას ეგონა, რომ ჩვენ ორი ნაბიჯით უსწრებთ ამერიკას და ასე შემდეგ. მაშინ ამის შეგრძნება მე არ მქონდა, მაგრამ იქ ღმერთის ხსენება და ღმერთზე საერთოდ საუბარი არ ყოფილა. თუმცა მახსოვს ბავშვობაში დედაჩემს კითხე ეს რომ გავიგე რომ ქრისტე ჯვარს აწვეს რა როგორ მოხდა მეთქი და დედაჩემმა მითხრა რომ თავისმა მოწაფემ გაყიდაო და მაგის შემდეგ მასწავლებლებს პატივს ვცემდი. მქონდა მოსმენის ნიჭი. დღესაც მადლობ ღმერთს რომ აი ეს ნიჭი მომცა. ესეთი რაღაცები იყო სკოლაში, რომ მასწავლებელი აგვიხსნი და მე უკვე ვიცოდი. შემდეგი გაკვეთილი, რომელსაც აგვიხსნი და მე ვიცოდი და სახლში რომ მოვდიოდი, უფრო თამაშობდი, ვიდრე კითხულობდი. კითხვა უფრო მეზარებოდა, ვიდრე მოსმენა და დრო რომ მომეგო, ამიტომ ჩუმად ვიჯექი, უსმენდი და ყველაფერს სწავლობდი. თუ რაღაცა იყო ისეთი წასაკითხი, ის შეიძლება წამეკითხან, ჩემ უფროს დასწავაკითხებდი, მოусმენდი, ვიცოდი და ეს ნიჭი მქონდა და საკმაოდ ნიჭიერი ვიყავი. მაგრამ როგორც კი ზრდა დავიწყე, მივატოვე სწავლა. და არა რომ არ შემეძლო, არამედ არ ვსწავლობდი. რაღაცა პროტესტი გამიჩნდა იმაზე, რასაც გვასწავლიდნენ. ეს რაღაცა შინაგანად არ ვეთანხმებოდი მათ ტყუილებს. ვიცოდი რომ რაღაცა ტყუილი იყო, თუმცა რა იყო მართალი, ეგ არ ვიცოდი. ჩემს დროს ამის გაგება რა ვიცი, ძალიან ისეთი წინაპრები უნდა ყოლოდა, ვინც რაღაც რევოლუციაში მონაწილეობდა რაღაცა რამე რო გაგება. იმდენად სიბნელე იყო ღმერთის მიმართებაში, სამშობლოს მიმართებაში. დღეს ამას დღევანდელი ახალგაზრდობა არ ვიცი როგორ გაიგებს, მაგრამ ძალიან გაუმართლათ, რომ მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რაც დღეს არის, გაუმართლათ, იმიტომ რომ დღეს ორივეს მოსმენა შეგიძლია და შეგიძლია გაარკვიო რა არის კეთილი, რა არის ბოროტი. სად არის სიკეთე, გონებაც იმისთვის მოგცა ღმერთმა და როცა მარტო ბოროტია შენს ირგვლივ და სიკეთის ჩამიჩუმი არ არის, აი ისე დროს გავიზარდე მე სამწუხაროდ. ისე დროს გავიზარდე და ღმერთი რო აღმოვაჩინე და ეკლესიური ცხოვრება რო დავიწყე, ვიყავი უკვე 24 წლის.
აი ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის რამ გააჩინა თქვენში ეკლესიის მიმართ ინტერესი? აი რაიმე კონკრეტულ ფაქტს ხო არ უკავშირდება ეს ყველაფერი? მოკლედ ჩემი შორეული ნათესავიც არის და ამავდროულად და ჩემის მეზობელი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჩვენ სამეზობლოში ჩვენც ყველა იცნობდა და ნუ კარგი კაცი იყო, მაგრამ რაღაცა ესეთი დაცინვით მოიხსენიებენ ქალებივით მარხულობსო. და გქონდა განაგონი, რომ აი მარხვა იყო რაღაცა ქალის საქმე, დედაკაცების, დედაბერების საქმე უფრო. ესეთი აზროვნება იყო მაშინ. ხო და მოგვიწია ისე, რომ უკრაინაში წავედით ერთად. და ყოფილა მარხვა. მე რაღაცები ხო საჭმელი რაღაცა რომ შევთავაზე ხა უკრაინაში, უცხო ქვეყანაში ხა. არაფერს არ გაეკარა. მე ვთქვი ახალგაზრდა კაცი ესეთი და მე ვფიქრობ რომ ღმერთ ჩემთვის ესეთი წმინდა კაცი რო არ გამოეგზავნა, მე მორწმუნე არ გავხდებოდი. იმდენად პატიოსანი მორწმუნე იყო და იმდენად მივხვდი რომ რაღაც არსებობს. თორე ეს კაცი ასე როგორ შეიცვალა, რაღაცამ შეცვალა. და მე ისუ მეძახდა ტაძარში მისვლაზე და მე არ მივდიოდი, იმიტომ რომ მარხვა არ მიწირდა. უბრალოდ სიგარეტს ვეწეოდი და ძალიან მიყვარდა ეს სიგარეტის მოწევა და ვიცოდი რომ იმატოვებინებდნენ. ხო და ამიტომ არ მივდიოდი და თორე მინდოდა რომ იმათთან ყოფილიყავი და ერთ დღეს მითხრა რომ ისა ხვალო ის არისო დღესასწაულიო და მოდიო და კვირა არისო, ვიცოდი კვირას იკრიბებოდნენ და მეც მივედი და აღმოჩნდა რომ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ყოფილა, როცა მე პირველად მივედი. მანამდე ახლა ტაძრებში კი დავდიოდი და სანთელს ვანთებდი, მაგრამ ეს იმ დღეს დავიწყე მოძღვართან მივედი და მოძღვარობებს რომ მარხვა დაიწყე, არაუშავსო. უთხარი რომ ვეწევი და ესე მეთქი არაუშავსო ჯერო მოწიეო, ოღონდ მარხვა დაიწყეო და ესეთი კარგი მოძღვარი შემხდა, მადლობელი ვარ ღვთისა და ჯვარი მიკურთხა და იმ დღიდან დავიწყე მარხვა და დავიწყე ყოველ კვირას ტაძარში სიარული და აღმოჩნდა რომ მე სემინარიაში ჩავაბარე თბილისში. დავამთავრე თბილისის სემინარია, მე 2 წელი წავედი ისევ ზუგდიდში, ტაძარს ხატავდი, თავარსტიხაროსანი ვიყავი. ხო და მე წავედი მონასტერში ზედაზენზე და იქ მორჩილად შევდექი და იქიდან მე ჩემი მოძღვარი შენებარე სამების წინამძღვრად დანიშნეს, წამომიყვანა და პირველი ბერი ვარ, ვინც სამებაში აღიკვეცა. ხო და შემდეგ ის ვინც მე მომაქცია, ის მე მოვაქციე ბერობისკენ, ისიც ახლა ბერია, მამა ივანეა, ჯერ მე გავხდი და მე ისიც ბერი გახდა და ესე იმან ტაძარში მიმიყვანა, მე მონასტერში მივიყვანე და ესე გაგვიმართლა ერთმანეთის პოვნაში. მამო, თბილისში ცხოვრობდით? ზუგდიდში. ზუგდიდში? მაგ ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლა დამთავრებული და დაბადებული ვარ საკმაოდ ცნობილ სოფელში, სამწუხაროდ იმით არის ცნობილი, რომ ზვიადი მოკლეს, ხიბულაში ვარ დაბადებული, ბავშვობა იქამა გატარებული, მე ზუგდიდში გადმოვედით და ზუგდიდში მაქვს სკოლა დამთავრებული და ნუ ზუგდიდში ვარ ჩამოყალიბებული, ზუგდიდელი ვარ. მშობლებზე უნდა გკითხოთ აუცილებლად, დედა ახსენეთ, დედა მითხრაო, რომ მოწაფემ გაყიდაო ქრისტეო. რა პროფესიის იყვნენ მშობლები და სავარაუდოდ რელიგიურები არ იყვნენ, ხო? თუ იმ დროს იყვნენ და უბრალოდ მალავდნენ? მამა ჩემი იყო ხელოსანი, მაგრამ იყო ძალიან როგორც ჩანს, მე სუნთქდებოდა 4 წლის ვიყავი, მე 6 მარტში გავხდი 4 წლის და 9 მარტს მამა ჩემი გარდაიცვალა. სახელოვანი კაცი იყო, ჭკუას რო ეკითხებოდნენ და სიტყვა რო ეთქმოდა, ეგეთი კაცი იყო, როგორც მეუბნებიან და ვინც იცნობდა ყველა დღემდე ყველა პატივცემს. დედა ჩემი ჩვეულებრივად მუშაობდა, მეტი არაფერი, ისეთი გლეხური ოჯახიდან ვარ. მაგრამ პატიოსანი ოჯახიდან მე გამიმართლა მშობლებში, იმიტომ რომ ძალიან უყვარდი მამაჩემს და ძალიან უყვარვარ დედაჩემს, მთელი ცხოვრება მე შემომწირა და გამართლება არის, როცა გყავს დედა, რომელსაც უყვარხარ. რა მქონდა, იცით, ესეთი აი ბავშვობაში ხო ყველა ისეთია, რაღაცას აფუჭებს. თუ რამეს გავაფუჭებდი და დედაჩემს ეტყოდნენ, დედაჩემს არ ჯეროდა. მე ვიცოდი რომ გავაფუჭე რაღაცა, მაგრამ
დედაჩემს რო ეტყოდნენ, არაო, ჩემი შვილი ესეთი არ არისო და არასოდეს არ ჯეროდა მე რომ რაღაცა ცუდის გამკეთებელი ვიყავი და სულ მაკვირვებდა. რატო არ ჯერა მეთქი კაცო, მე ხო გავაკეთეს და არ ჯეროდა. და მე მივხვდი რომ შინაგანად მართლა ის ვიყავი როგორც იმას მიაჩნდა. თუ რამეს ვაფუჭებდი სხვისი ზეგავლენით ან რაღაცით, თორე მე არასოდეს ისეთი ის არ ვიყავი. სხვისი ზეგავლენით და იმან იცოდა მე ვინ ვიყავი და ის მახსენდება ხოლმე მე ფილმი რო გამოვიდა უძინართა მზე პოლიციელი რო ეუბნება ესეთი ცუდი კაცია ესეთია და ყველა ამას მეუბნებოდა და მე კიდევ ვერ ხედავ. ანუ დედის ხედვა, აი დედა როგორ გიყურებს, დედას როგორ ისა, ეს არის ყველაზე უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაში და ყველა ადამიანს გაუმართლა თუ მას ყავს დედა და მამა, რომელსაც ის უყვარს. ეს სიყვარული, აი მე მაგალითად ჩემს თავში შემიმჩნევია რომ მონასტრის წინამძღვარი ვიყავი, ამდენი ხალხის ну ეს ძალიან დიდ შრომას და მზრუნველობას მოითხოვს და პასუხისმგებლობას და დავფიქრებულ ვარ საიდან მაქვს ამდენი მზრუნველობა და მშობლისგან, დედისგან. იმიტომ ის ჩემთვის ზრუნავდა და მისგან ვისწავლე ბუნებრივად რომ მეც სხვაზე უნდა ვიზრუნო. ეს დედისგან ვისწავლე დედის მზრუნველობა ჩემზე გადმოვიდა სხვის მიმართებაში და ამიტომ მადლობელი ვარ. დედა ჩემი ცოცხალია 89 წლის არის. ზუგდიდში ცხოვრობ? არა, მონაზონია. ცოტა სამამტყოფობდა, მაგრამ უბლი. ჯანმრთელად გიმყოფით. და მიხარია რომ ერთმა მაჩუკა მისი ცხოვრება და მინდა დიდხანს იცხოვროს. მამა დოროთე, სასულიერო სემინარიამდე სხვა პროფესიის მიმართ ინტერესი თუ იყო? ვსწავლობდი. მაგრამ აირია ქვეყანა, უკრაინაში ვიყავი, ვსწავლობდი, აირია ქვეყანა, აქაც აირია, იქაც აირია, ყველგან აირია და აირია, ესე დროს მომიწია, მე წამოვედი და მაშინ პროფესია არაფერი ისეთი არ მქონია. რა ვიცი, ქრისტე რო არ აღმომეჩინა, არ ვიცი სად იქნებოდი. ისეთი ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი. მამა, მინდა ის დღე გაიხსენოთ, რამდენადაც შესაძლებელია ცხადია, როდესაც ბერად აღიკვეცეთ, აი ბერად აღკვეცის შემდეგ ადამიანი იწყებს სრულიად ახალ ცხოვრებას. როგორი იყო ეს მოსამზადებელი პერიოდი და ემოციურად, აი ის დღე რო გაიხსენოთ, თუ შეიძლება? მე 92-ის დასასრულს მივედი ტაძარში და რო დავიწყე ქრისტიანული ცხოვრება, დავიწყე საკმაოდ შემეცნებითი. და სადღაც 2-3 თვე იყო გასული და პრობლემა მოხდა ჩემი მოძღვარი ზუგდიდში ვინც იყო დღეს აქ არის თბილისში პრობლემა შეექმნა მსვიადისტობის დროს ჩათვალეს რომ ახან ქუთაისელი იყო შემოგზავნილი იყო რაღაც ესეთი ისა და სრულიად პატიოსანი адам მორწმუნე და ძალიან კაი მამაო იყო და არის და აუგრძალეს ჩამოსვლა და მე 1-3-4 თვის მისული ვარ მაქსიმუმ და მეუბნება რომ შენ რო გახდეო მე ვთხარი მე როგორ უნდა გახდე ხელი მეთქი რა ვიცი კიო მე ხედავ შენ შეძლებო ამასო და მაგრამ ცოლი არაკა ცოლი მოიყვანეო და მეუბნება რაღაცაზე რომ ეს მოიყვანე ცოლა მოძღვარია და რა უთხრა არ ვიცი და კარგი მეთქი და კაცო რა უცებ დამთანხმდია ცოლის მოყვანაზე ჯერ შეგიყვარსო და მე ვთხარი გლობაზე დამითანხმია და ცოლი ჩემთვის ახლა გლობა იმდენი რაღაცა იყო და მე ეს გლობა არ მინდოდა მე ხო და მე მოხდა ისე რომ ამას დაუშვეს და ჩემი ის გადაიდო და გამიხარდა და მე ვთხარი გამიშვი მეთქი რა მომამზადე და სემინარიაში მინდა ჩავაბარო მეთქი და თბილისში წამოვედი 94-ში ჩავაბარო. 4 წელი ვსწავლობდი თბილისში და მადლობელი ვარ ღვთისა მოძღვრისა ყველასი რომ ეს დავამთავრე, იმიტომ რომ სასულიერო სემინარია, ну აუცილებელია ყველამ დაამთავროს. ყველას ეტყობა ვისაც დამთავრებული არა აქვს თვითნასწავლობა ყველას ეტყობა რომ თვითნასწავლია და იქ სემინარიაში რა იყო იცით აი შეიძლება არ იყო თქვათ პედაგოგი რაღაც საოცარი მაგრამ იქ ერთმანეთში იმდენი კამათი მიდის
და იმდენი გარკვევა მიდის რა არის სწორი და როგორ არის სწორი მარტო იმ სტუდენტებთან ყოფნისას განისწავლება ადამიანი ხო და აი მხდლობაში რაღაცა რო თქვა შეიძლება ვიღაცამ არ გითხრას რომ ეს არ არის სწორი მრევლი არ გეტყვის მოერიდება მაგრამ იქ სტუდენტი რო ხარ ვინ დაგიცავს ვინ დაგინდობს თუ რაღაცას არასწორს იტყვი არასწორს სწავლებას და აი ამ ეს იყო გაწაფვა იყო და საკმაოდ ისეთი ფრიადოსანი სკოლაში ყოველთვის უკან ვიჯექი და სემინარიაში ყოველთვის წინ ვიჯექი იმიტომ რომ უკვე სხვა ინტერესი მქონდა და სხვა და მე 2 წლით გამოვიდა 2 წლით წავედი ზუგდიდში და დავიწყე მუშაობა ტაძარს ხატავდი თან და აქ ვისწავლე ხატწერა ვისწავლე სემინარიაში ხო და იქ ტაძარს ხატავდი და თან გიმნაზია იყო გახსნილი 4 კლასი იყო და გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდი და ეს წლები ჩემთვის გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობა იცით რა საინტერესო გახდა მთელი ცხოვრება ვისწავლე მარტივი საუბარი მარტივად რო ბავშვებთან იმიტომ რომ აი მაგალითად ესეთი იყო რომ ბავშვებს ვეუბნები ღმერთი ყველგან არის და ანგელოზი ყველგან არ არის ანგელოზი იქ არის სადაც ღმერთი უბრძანებს ახლა გაიმეორეთ მეთქი და ადგა ერთიან მეუბნა ღმერთი ყველგან არის და ანგელოზი იქ არის სადაც ღმერთი ეტყვის მორჩა ეს უბრძანებს ვერ გაიგო და მეც ამოვიღე ჩემი ლექსიკონიდან ეს ბრძანება და სადაც ღმერთი ეტყვის იქ არის ანუ ესეთ მახსოვს რომ ესეთი ადვილად მისატანი საუბარი ვისწავლე ამ გიმნაზიაში და ბავშვებთან ურთიერთობა ვისწავლე და ბავშვები ხო ყველაზე წმინდა ხალხია ანუ სუფთა ჯერ არ არის დაბინძურებული და იმიდან სისუფთავე მოდის ბავშვებიდან და ეს წლები იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და მე რას თქვენი გითხეთ მე წავედი ზედაზნის მონასტერში ჯიბეში ფული მქონდა ტაქსისთვის მიმეცა და მონასტრამდე მივიყვანე უკან წამოსასვლელი არ ჩამიდია მოძღვრის რომ მეთქვა იქ რომ დავეტოვებინე დარტოვებინე ესე მე ვთხარი მოვედი ფული არ ამაქვს უკან წასასვლელი და თუ ბერობა მინდა და თუ დამტოვებ მეთქი და ნუ მოძღვარო მეთქე გარეჯში წაგიყვანო აქ ადვილი ის არის და გარეჯით დაიწყო და კარგი მეთქი და მე დამტოვა და მე ჩემი მოძღვარი გადმოიყვანეს სამებაში და სამებაში აღვიკვეცე და რომ მოდიოდნენ ხოლმე სამებაში ახლობლები ვინც მე მიცნობდა ახ სამებაში ამ ცენტრში ამ იმაში რა გინდაო და ანუ უპირდათ რა მონასტერი თუ აირჩიე წადი ტყეში ხო ესე მიაჩნიათ ხა ყველაზე მე ვეუბნებოდი ეგეთ რაღაცას არსებობს 2 სიჩუმე ერთი ხმაურით გამოწვეული სიჩუმე აი მაგალითად ჩანჩქერის ძირას რო დგეხარ არაფერი არ ისმის ხმაურობს და ეს ხმაურით გამოწვეული სიჩუმეა და მეორე არის ტყეში და უდაბურ ადგილას გასვლა და ეს არის მეთქი ხმაურით გამოწვეულ სიმშვიდეში ვარ იმდენად ეს ხმაური იყო იმ შენებლობა და ისა და იმდენად შვიდად ვიყავი რა ვიცი რაღაც საოცარი იყო იქ სამებაში და მე სამებაში პირველი როგორც გითხარით პირველი მორჩილი ვარ ვინ სამებაში მორჩილად ანუ რამდენი წელი იყავით მორჩილი ვიყავი 2000 წლიდან 2002-მდე 2 წელი წელიწადი და რაღაცა და 2002-ში მაკურთხეს აღმკვეცეს ბერად და იმავე წელს სადღაც ორთოში გამიშვეს ფერიცვალების მონასტრის წინამძღვრად თაბორის მთაზე აქ ჩვენ ზემოთ რო არის. ბერი ვიყავი ჯერ ნაკურთხი არ ვიყავი და ჩამაბარეს ეს მონასტერი და ჩემთან ბერი რო ვიყავი მაშინაც დადიოდნენ ბიჭები და ვამზადებდი ზოგს აკადემიისთვის, ზოგს სემინარიისთვის და ვუხსნიდი ვინც მიცნობდა ყველა ჩემთან მოდიოდა და ვამზადებდი. ვიცოდი ეს საქმე კარგად და ზოგ მაგდგანს ბერობაც უნდოდა და მე როგორც კი დამნიშნეს 1-3-4 უკვე ჩემთან იყო იქ და მერე მაკურთხეს მახსოვს დიაკვანი რომელსაც მივყავდი საკურთხებლად თუ უკვე წინამძღვარიაო და წინამძღვარს ვაკურთხებთო და ანუ წინამძღვარი ვიყავი ბერობაში მერე მოხდა ისე რომ სამებაში ჩემი მოძღვარი ვინც იყო ის მამა ექვთიმე გახდა მეუფე ექვთიმე და გურჯაანში გაუშვეს და მას კითხა პატრიარქმა და მან ურჩია რომ მე დავენიშნე და დანიშნეს სამებაში.
ნუ ის წინამძღვრად არ იწოდება, პატრიარქის მოადგილეა სამებაში ვინც არის და ვიყავი სამებაში რაღაც წელიწად ნახევარი ყოველ დღე ფაქტიურად დღეში ორჯერ პატრიარქი ამოდიოდა, სულ ერთად ვიყავით. სან ვიქეთ მიბარებდა, ან აქეთ ამოდიოდა, სულ ის იმდენად უხაროდა და იმდენად აინტერესებდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება ბერობას, რაც თქვენ მკითხეთ, ბერობა ჩემთვის იყო პირადი სურვილი, პირადი მიღწევა და პირადი არჩევანი. ამიტომ მე ბერი რო გავხდი, მაშინ არც ფიქრობდი რომ უდელი გამხდარიყავი, უფრო მინდოდა რომ ტაძრები მომეხატა. აი მონასტრები სადაც მოხატული არ არის მეულოდა, ეს მოლაპარაკება მქონდა მოძღვართან, რომ აი ტაძრებს მომხატავ მეთქი და ესეთი რაღაცა მითხრა, კიო, წადიო, მოხატეო, მაგრამ მხატვარი ნუ გამოხვალო, მხატვარი ნუ იქნებიო, ბერი იყავიო და მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ მე მივხვდი რა მითხრა, ამით რომ სხვა არ იყო მხატვარი და სხვა არ იყო ბერი, და რა საინტერესო ისტორია გაქვთ, მამაო. რასაც ახლა გისმენდით, საკმაოდ დიდი ხანი მიდიოდით იქამდე, რომ გამხდარიყავით ბერი და ნუ მერე უკვე ეკურთხები. როცა აღმკვეცეს და მე უდლად მაკურთხეს, ერთ ბერს უთხარი რა მალე მაკურთხეს მეთქი კაცო. რა მალე გაკურთხესო? 10 წელია. აი ხარა 92-დან 2002-მდე. სემინარიაში რო ჩავაბარე, ახალი აღთქმა მქონდა წაკითხული 6 ჯერ. თავიდან ბოლომდე. ჩემი და ცხოვრობს ახლაც სოფელში, ხიბულაში, ახალ ხიბულაში. სუბიდიდან წავიდოდი, წინ წავიღებდი და იქ ოთახი საჭმელი სასმელი ქონდა. ოთახში ჩავიკეტებოდი და ერთ კვირაში თავიდან ბოლომდე ვამთავრებდი, ვიწერდი, ვამუშავებდი და მერე მივდიოდი სახლში. ოთახიდან არ გამოვდიოდი. და სემინარიაში რო ჩავაბარე, მახსოვს რომ 6 ჯერ ქონდა წაკითხული. ახლა სემინარიის მერე რამდენჯერ მაქვს წაკითხული და შესწავლილი და ეხლაც ვსწავლობ. გითხარით რომ 2 წელია მუშაობ სახარებაზე, რომ რაც უფრო შეიძლება სიღრმისეულად გავიგო. სახარებაში მოციქულებს ეუბნება მაცხოვარი, რომ მოციქულებმა კითხეს გამგვიმარტეო, იგავიო და მოციქულებს ეუბნება, რომ თქვენო გაქვთო ამ სასუფევლის შეცნობის უნარიო და იმათო არა აქვთო ამის გაგების უნარიო და გაგებით მოციქულებმაც ვერ გაიგეს, მაგრამ რა უნარი ქონდათ და ის უნარი ქონდათ, სურვილი ქონდათ, ინტერესი ქონდათ. რას ნიშნავს ეს? საერთოდ ამბობენ, რომ ფილოსოფია, ფილოსოფოსი იქიდან ხდება ადამიანი, როცა კითხვას დასვამს, რა არის ეს? ანუ ადამიანს თუ ქრისტეს ინტერესი არ აქვს, მაგის ბერობას, მაგის მონაზვნობას, მაგის უღდლობას, ეპისკოპოს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს ის წინაშე. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტების ინტერესით უნდა იყო დაკავებული და ბერობა მთლიანობაში არის, იცით რა არის, აი მოცალეობა არის. ქრისტესთვის რომ მოიცალო, სხვა საზრუნავი რო არ გქონდეს, ეკალბარდებში ჩავარდნილი თესლი რო არ იყო და ეკალმა რო არ ამ საზრუნავებმა რო არ მოღაშთოს. ეს არის ბერობა. ამისთვის მიდის ადამიანი რომ მოიცალოს ღმერთისთვის და ესეთი ის არსებობს სკოლა, ყველა მიცეთ ხო სკოლა, აი სკოლაში დავდივარ, სკოლა ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მოცლას. ქართულად. რო თარგმნოთ მოცლა. მოცლაში დავდივარ. ხო, ის იმისთვის დავდივარ, რომ მოვიცალო, რისთვის? სწავლისთვის. ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ მონა არ არის მოცლილი. ანუ მონა არ არის მოცლილი ნიშნავს, მონას არ აქვს განათლებისთვის დრო, ის შრომობს. და როცა ადამიანს ქრისტესთვის დრო არ აქვს, ის მონაა. ის არ არის თავისუფალი, ის ვერ იქნება თავისუფალი. ამიტომ ქრისტესთვის და ჭეშმარიტების შეცნობისთვის რაც უფრო მეტ დროს გამონახავ, მით უფრო მეტად ბერი ხარ, მით უფრო მეტად ქრისტიანი ხარ და მით უფრო მეტად ქრისტეს მიმდევარი ხარ, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა ვინ არის ის, ხო არის აი ღმერთი, მაგრამ ღმერთი ხო გაუგვებარია ხა ღმერთი ვერ გაიგებ. თქვა მე ვარ ჭეშმარიტება, ანუ მე ვარო სიმართლეო. სიმართლეს თუ ეძებ, ესე ღმერთს ეძებ. მე ვარო გზა, ესე იგი სიმართლის გზაზე უნდა იარო, მართლა სწორად უნდა იცხოვრო და მე ვარო სიცოცხლე. და მაშინ ხდები ცოცხალი. და მე ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. მე ვგრძნობ ჩემს სულში, რომ მე ცოცხალი ვარ. ოღონდ ქრისტეთი. ეს სიცოცხლე, რა ვიცი, ეს სიცოცხლე ცდილობ რა არასოდეს არ დავკარგო. ღმერთთან უკრავს. ამიტომ არის ბერობა არის ღმერთში გაცოცხლება. აი სხვათა შორის რა არის, იცით, აი მონასტრის წინამძღვარი რო ვიყავი, სამები წინამძღვარი ვიყავი, აქედან წავედი პატრიარქს უნდოდა ვიღაცა გაეშვა წალკაში, არავინ არ წავიდა და უთხარი მეწავალ მეთქი და პატრიარქმა მითხრა შენ საწავხალო კაცო აქ უნდა მე უთხარი აქ თქვენ ხართ მეთქი და იქ მეწავალ მეთქი და
ეს გაუგონარი იყო ხა სამების წინამძღვრიდან კაცი მიდიხარ სადღაც თან საკმაოდ ყველა გამორბოდა ჩვენ რო შევდიოდით იქიდან ყველა გამორბოდა თუ პირობებში მოგიწიათ იყოფნა ყოველ ღამე რაღაც საშინელებები და იქ რო წავედით იქ ახო არაფერი არ იყო და საზრუნავი იყო რაღაცა ფერმა ავაშენეთ რაღაცები ძროხები გავიჩინეთ რა თავი უნდა გვერჩინა და ერთს ვთხოვე რომ დახმარება ბიზნესმენს ჩემს ვრელს ხო და მამა გახსოვსო სამებაში რო იყავი რო იქადაგეო მაცხოვარი ფრინველებს და შროშანს ადარებს მორწმუნე ხალხს და მე ვთქვი რომ ეს ფრინველები მაინც ერის ადამიანები არიან რომელიც საჭმელს არ ინახავენ მაგრამ მაინც დაფრინავენ რომ საჭმელი იშოვონ მეთქი და ბერები არიან მეთქი ერთ ადგილზე არ არიან და შროშნები რომლებიც ერთ ადგილზე არიან მაგრამ ერთი კვებავს მეთქი და აი ეს შროშნები ბერები არიან ეხლა მე შრომაში რო ხართო თქვენ რომ ფრინველები გახდითო თქვენც ესე იმდენი საზრუნავია და აი ეს ბერობა არის თუნდაც ქრისტიანული საზრუნავიდანაც მოცლა თუნდაც აი ხო მონასტერზე ზრუნვა ქრისტიანული საზრუნავია ხა ვერავინ იტყვის რომ ეს არაქრისტიანულია მაგრამ ეხლა რო ვარ მე მოცლილი რთულია საერთოდ ადამიანს უჭირს გაჩერება ამიტომ შეიძლება რაღაცა მიმოსვლებს აკეთებს ხატები დააქვთ ან რაღაცა ბერებს და ქუჩა დადიან და იქ რო და კარგ საქმეს აკეთებენ განაცუდია და ამას იმიტომ აკეთებენ რომ დაჯდომა უჭირთ და დაჯდომა არის ყველაზე რთული რომ დაჯდე და იყო უსაქმური აი საქმე არ ქონდეს არაფერი ეს არის მისაღწევი ბერისთვის ბერმა უნდა მიაღწევს რომ უსაქმური იყოს გარეგნულად თუნდაც ქრისტიანულ საქმეში და მისი საქმე იყოს მარტო ღმერთის შემეცნება და ღმერთის შეამეცნოს ადამიანს თუ ადამიანს ჭირდება თუ არა და შეიმეცნოს და შეიმეცნოს და ესეთი ის არის შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს ანუ ვინც ქრისტესთან აი შევა ქრისტეში გამოვა და ხალხისთვის საძოვარი არის რომელსაც ცხოვრები ძოვი ხო ხალხისთვის საძოვარს იყო აი ეს არის ჩემი მოვალეობა ეს არის ჩემი უმთავრესი საქმიანობა ეს არის ჩემი უმთავრესი ტკბობა აი ვარ რაღაცები ტკბება ადამიანი რაღაცა მოწონს და რაღაცა ზოგი საჭმელი ტკბება ზოგი მუსიკი ზოგი მე ამით ტკბები ეს არის ჩემი ტკბობა ეს არის ჩემი სიამოვნება ღმერთის შემეცნება ქრისტეს სიმართლის შემეცნება გავარკვი სად არის სიმართლე სად არ არის იცით რაღაცა ყოფილა რომელიც მეც ესე მიმაჩნდა როცა კითხვა დადგა დავფიქრებულ ვარ და რო დავფიქრდი სხვა აზრები მოვიდა სახარებით ვერ გავამართლე ის მე როგორც მიმაჩნდა და თქვი არა ესე არ არის ყველას გაუგერდა და რა ხალხო დაფიქრდი თქვენც კი მეც ესე მიმაჩნია არის ხოლმე რაღაცა საკითხი შენც ესე გონია რომ სწორია მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება რომ არ არის სწორი და აი რო აღმოჩნდება რომ არ არის სწორი იქ უნდა მიიღო სწორი აი თუ არ მიიღებს სწორს მაშინ იმ შანსს გაუშვებ ეს არის კაკუნი აი შენს გულთან დგევარ და ვაკაკუნებ ეს არის როცა რაღაცა შენ მიგაჩნია და ისე არ არის და გაიგებ როგორ არის ესე იგი დაგიკაკუნა ღმერთმა ჭეშმარიტებამ დაგიკაკუნა და თუ ის არ მიიღე მე ის არ მოვა მე ის მიდის შენგან მე იმას სხვა გეტყვის მტერი გეტყვის მე რასაც ღმერთი გეუბნება და არ მიიღებ იმაში მტერი დაგაყვედრის უცხო დაგაყვედრის ამიტომ ჯობია შენს თავში მყოფი ღმერთის სიტყვა მიიღო ის ჭეშმარიტება მიიღო და კი თქვი მეშლებოდა რა მე ესე არ არის არა ესე არ არის ხო კი ღმერთი ასე ამბობს ამიტომ ეს უჭირს ხალხს მამა დოროთე დღევანდელობაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად თქვენ ხართ ერთ-ერთი მცირე რიცხოვანი სასულიერო პირებისგან ვინც ხმამაღლა ამბობს თავის სათქმოს თქვენ დაარქვით მოძალადეს მოძალადის სახელი მსხვერპლის სახელი და რა ვიცი არ მორიდები ხართ თქვენი პოზიციის დაფიქსირებას საჯაროდ და სხვათა შორის საზოგადოებას ჭირდება ეს აუცილებლად თუმცა აქვე აუცილებლად უნდა გკითხოთ საპატრიარქოს მხრიდან აი ამ თქვენს
ღია პოზიციას ხო არ გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, იმიტომ რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა თქვენი პოზიცია პირიქით ძალიან მოიწონა. მე შემთხვევით არ ვახსენე პატრიარქთან თუ როგორ ახლოს ვიყავი. დიახ. ნუ დღესაც ვარ, მაგრამ დღეს ახლა პატრიარქი სხვა მდგომარეობაშია და მაშინ ყოველ დღე ამოდიოდა სამებაში და ძალიან ახლოს ვიცნობ. ეს ერთი. ამის იქეთ არ გავაგრძელებ. მეორე აი, როდესაც მე რამეს საუბრობ, მე ვარ პატრიარქის მღვდელი. მისი ნაკურთხი ვარ, მისი აღკვეცილი ვარ, მისი ნაკურთხი ვარ და მის ეპარქიაში ვარ. პატრიარქი ჩემთვის არ არის მარტო პატრიარქი. ის არის ჩემთვის მთავარეპისკოპოსი. პატრიარქს ხო აქვს ტიტული, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, აი ეს არის ჩემი. და პატრიარქი ის არის ჩემის და სხვებისაც, მაგრამ ის ჩემი მთავარეპისკოპოსია და მე როცა საუბრობ, მე საუბრის უფლება მაქვს პატრიარქისგან. ქადაგების უფლება პატრიარქისგან მაქვს. პატრიარქისგან მე შენიშვნა არ მიმიღია. იცის პატრიარქმა ყველაფერი, მე არ შემითანხმებია, მაგრამ იცის და მეც ვიცი პატრიარქი და ვიღაცებმა გამოხატეს რაღაცები, მაგრამ არავის არ აქვს უფლება. თუ ვინმე მე დამიწუნებს, მღვდელმსახური და ჩემს სიტყვას დაიწუნებს, პირველ რიგში იწუნებს პატრიარქს. იმიტომ რომ მისი მღვდელი ვარ და ეუბნება, რომ შენ მღვდელს ვერ აკონტროლებარ რაღაცა. ამიტომ თუ ვინმე რამე გამოხატა, ეგ შეცდომაა. იმიტომ რომ ეს პატრიარქის მიმართ უნდა გამოხატონ და მეორე მხრივ არაფერს მე არ ვამბობ ისეც რისი თქმის უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის დღევანდელი, აი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ მე სრულიად აპოლიტიკური ვარ. საერთოდ აი პოლიტიკური არასოდეს არ მქონია. გარდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და 2012-ში ვიაქტიურე კი, რომ მოცნებისთვის მიმეცახმა და სხვები ვისაც მივაცემინე, დღესაც მაყვედრიან, რატო გაგვაკეთებინე ესო და ვერ მოვინანიე ჯერ. ეს ყვედრება ვერ მოვიშორე, უბრალოდ მაყვედრიან და როგორი რაღაცა ეს რო ყოფილიყო დღეს პარტიათა შორის, ეს არის ქვეყნის. აქ ეს ახლა მე ქართველი ვარ. ახ მუდლად რომ მაკურთხეს რა, ქართველობაზე უარი ვთქვი, ეროვნულობაზე უარი ვთქვი თუ რა. ეს ერთი. მეორე, ვიღაცები ვინც თქვა თარობას აქებენ. მღვდელმსახურები. დიახ. რატო აქვს ამის უფლება? ერთს რო აქებენ და მეორეს აგინებენ, თუ ამის უფლება მას აქვს, მე რატო არ მაქვს უფლება? რომ თქვა ის რაც მე მიმაჩნია. შეიძლება ის არის მართალი, შეიძლება მე ვარ მართალი, მაგრამ აქ არავის არ შეუძლია მღვდელია და რატო ამბობს. საერთოდ როგორი რაღაცა არის, იცით რომ ეკლესიაში ყველა მღვდელი ერთნაირი რო არ არის, ყველა მღვდელი წმინდა რო არ არის, ყველა მღვდელი რო მართალი არ არის და ყველა მღვდელი ღვთისმსახური რო არ არის, ნამდვილი ღვთისმსახური. ეს უფლისგან არის. ანუ უფალმა დაუშვა ეს ყანაში ღვარძლი ჩათესესო და ამოვთხაროთო? არაო, უფალმა უთხრა. ეს ყანა არის ეკლესია. და იმ ყანაში ღვარძლი ჩათესილია ეშმაკის მიერ. და რატო დაუშვა, იცით? თქვენ ყველა ვიაზროვნოთ. იმიტომ კი არ მივიდეთ, რომ ის მღვდელია. არამედ იმიტომ, რომ მართალია. ნათლობაზე კი ბატონო ნებისმიერ მღვდელთან მიდი, მაგრამ ის რომ შენ დაგარიგოს და დაგმოძღოს, ამისთვის უნდა აირჩიო აზროვნება რო აქ და სწორად რო აზროვნებს, ისეთ უნდა მიხვიდე, ხო? ანუ მრავალფეროვნება. არასოდეს არ ყოფილა ეკლესია ერთხმა შეიძლება სწავლებაში იყოს, რომ ქრისტე არის ჩვენი ღმერთი და ასე შემდეგ მის, მაგრამ ის რაც ეროვნულს ეხება, იქ ერთი ხმა როგორ უნდა იყოს და არავის არ აქვს იმის უფლება, რომ მე ჩემი ერი იღუპება და ნუ დაღუპავთ ამას, რომ თქვა ამას რატო ამბობო? რა უფლება აქვს? აი როგორ შეიძლება ეს და მით უმეტეს ახლა ის ახალგაზრდობა, ვინც ქუჩაშია, იმათია საქართველოს. ეს ეკლესია მეკია რა მიშენებია. მე აქ 7 წელია აქ ვარ და რა ვიცი, ამდენხანი ვიქნები, მართლა ქნას ვიყო დიდხანს, მაგრამ მე სხვა იქნება, ხო? ვინ იქნება? ის ვინც იქიდან მოვა. იმ ვინც სიმართლეს ეძებს იქ.
ის ადამიანები იქნებიან, ისინი მოვლენ, იმათია საქართველო, იმათია ეკლესიაც. და როგორ შეიძლება ისინი გაწირო და სატანისტებად აქციო? როგორ შეიძლება ეკლესია შეაძულო? აი სწორედ ჩაგეკითხებით მაშინ აქვე, აი ეს დუმილი გარკვეულწილად სხვა სასულიერო პირებისგან ხო არ ხდება ეკლესიასა და ახალგაზრდებს შორის აი გაუცხოების მიზეზი? კი, ახალგაზრდობა შეუძლია თქვას, რომ როცა გიხმობდით სად იყავი, როცა მჭირდებოდი, სად იყავი, როცა მე მიჭირდა, რატო არ იყავი ჩემს გვერდით, როცა მე ვიცავდი სამშობლოს, ჩემთან ჩემს გვერდით რატო არ იდიხით და რატო არ იცავდი, შეუძლია ეს გითხრას, შეუძლია, თუმცა არ ვისურვებდი, მე ვისურვებდი, რომ ისინი მიხვდნენ. მე ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ ვინც იქ არა მარტო ახალგაზრდობა, იქ ჩემი ასაკის ხალხის დგას, მე მრევლი მყავს ძალიან ბევრი პროფესორები და ასე შემდეგ დგანან, ხანში შესულებიც იქ დგანან, მიტინგზე დგანან, გამოდიან ყოველთვის. და მე მათ ვეუბნები და მე მინდა ხა ყველას უთხრა, რომ ისინი მარტო საქართველოს არ იცავენ, მარტო საქართველოს დამოუკიდებლობას არ იცავენ, ისინი ეკლესიასაც იცავენ. იცით, საქართველოს ეროვნული ბედი და ეკლესიის ბედი გადახლართულია. რა თქმა უნდა. როგორც კი მეფობა გაგვიუქმეს პატრიარქობა. როგორც ჩვენ დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია აღვადგინეთ, აღდგა ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობა. ეს იმდენად გადახლართულია, იქ ვინც დგას, იმათმა იცოდნენ, რომ ეკლესიასაც იცავენ. მიუხედავად იმისა, ზოგი ეკლესიის მსახური არ დგას მაგათ ხარაზე პირიქით აგინებ, იმათაც იცავენ. ამიტომ ნუ გაუტყდებათ გული. ერთეულები ხო ვართ? მათ გვერდით. ნუ გაუტყდებათ გული. იბრძოლონ, იმიტომ რომ ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე დიდი იმიტომ არის, რომ ის ორივეს იცავდა. იმას ავტოკეფალიაც უნდოდა და დამოუკიდებლობაც უნდოდა. და მან დაიწყო პირველი ბრძოლა ავტოკეფალიისთვის ილიამ დაიწყო და მერე ეს კირიორმა და სხვებმა დაასრულეს, ხო? ანუ ილია ჩვენს ერში ესე განდიდებული იმიტომ არის, რომ მისი გზა არის სწორი გზა. ეს თქვა პატრიარქმა, როცა ილია ჭავჭავაძე ილია მართლად შერაცხა, ნიშნავს, რომ ის მართალია, მისი გზა მართალია. და ერო ამ გზით იარეთო, ეს გითხრა პატრიარქმა. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გონიერია და იქ მარტო ახალგაზრდობა არ არის და მიხვდებიან და მეორეს ვიტყვი კიდე, რომ როდესაც ქრისტესთან მიდიხარ, ანუ ქრისტეს შემეცნებისკენ მიდიხარ, იქ აღმოაჩენ, რომ იუდა არის მის გვერდით. და თუ დაინახე იუდა და თქვი, რომ არა ქრისტესთან რა მინდა აქ იუდა ყოფილაო, ესე იგი სუსტი ხარ და არასწორად აზროვნებ. ამიტომ ქრისტეს გვერდით იუდის ეკლესიაში ხა რამოდენიმე იუდა რო იყოს, რა არის ეს რამე ისეთი დანაშაულია თუ მოციქულთა შორის იყო, ეხლა რამდენად შესაძლებელია და იუდას გამო რატომ უნდა დატოვო? პეტრეს გაყევი, ქრისტეს გაყევი. ჩვენ ქრისტესთან მივდივართ. მე საერთოდ არ მომწონს, არ მიყვარს, არ ვიტყვი, მაგრამ არ მომწონს ადამიანი, იმიტომ რომ ისმენს რომ მღვდელი ვარ. ის ადამიანი სუსტია. რა მღვდელმა თქვა და სწორია ვინც იტყვის, ის ადამიანი სუსტია ქრისტიანობაში და გონებაში და რა თქვა? რამდენად სწორი თქვა? და აი ის მამაო სწორს ამბობს, ვინც იტყვის. იმაზე, როცა ის სწორია, ის ადამიანი ასრულებს. ამიტომ ჩვენ როგორ არის ჭეშმარიტ ქრისტემ თქვა მე ვარ ჭეშმარიტებაო და მე თქვა რომ მე არ ამაქო სადა თავი მივიდრიკო ეს თავის მიდრეკა რას ნიშნავს იცი მელიასო სოროაკო ჩიცო ბუდეო და კაცის ძეს არ აქვს სადა თავი მივიდრიკოსო ქრისტეს არ ქონდა არც მღვდლობა არც ეპისკოპოსობა არც პატრიარქობა არც მთავარსარდლობა არც მეფობა არავითარი მიწიერი პატივის არავითარი სახე არ ქონდა სიმართლეს არ ჭირდება მღვდლობა ეპისკოპოსობა არ ჭირდება ეს არის თვითონ მეფე თვითონ მეფობს სიმართლე მეფობს და ამიტომ ვისაც სიმართლე უყვარს ის მიყვარს მეც არა იმიტომ რომ მეგდელი ვარ არა იმიტომ რომ სიმართლის მოყვარული ვარ ვისაც სიმართლე უყვარს ის მას ქრისტე უყვარს და მე და მას ერთად გვეყვარება ქრისტე ძლევისა გალობისა გალობელი ხმობელი მღაღადებელი და ეთყველნი მამო, თქვენი მთავრობის წარმომადგენელი ხარ, ვისაც ძალიან ბევრი ბრძოლა მოუწია ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მისაღწევად, ხო?
აი ჩემთვის ეს ერთმორწმუნოება უკვე ბრჭყალებშიც არის, მათგან თავის დაღწევა, აი არ ვიცი, დღემდე გვიწევს, ხო? აი ახალგაზრდა თაობაზე ვლაპარაკობთ და თუ ხედავთ მსგავსებას თქვენს თაობასა და ამ ახალგაზრდა თაობას შორის და რაშია ეს მსგავსება? არ არის მსგავსება. არ არის, ხო? არა. ჩემს დროს როცა მე სკოლა დავამთავრე, კაცი შვილი არ იფიქრებდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. ჩვენ ოდესმე რომ დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვრებდით, ამისი წინასწარმეტყველება არავის არ შეეძლო, მაშინ შეუძლებელი იყო ეს და ამიტომ ჩემს დროს სიმართლის ქუჩაში თუ აღმოაჩენდი, სხვაგან არსად არ იყო სიმართლე. აი რაღაცა პრობლემა რომ მოხდა ქუჩაში უფრო აღმოაჩენდი, ვიდრე პოლიციაში, ვიდრე სამინისტროში. ყველგან ტყუილი იყო, ყველგან ღალატი იყო, ყველგან მოსყიდვა იყო, ყველა ეს განადგურებული. ამ ახალგაზრდობას გაუმართლა და როგორ არის, იცით, მე გავხდი ეროვნული, მე შევძელი, რომელსაც სიტყვა არ გამიგი, ამათ ბავშვობიდან ესმით უკვე. სემინარიაში ერთ-ერთმა ბრძენმა კაცმა მოგვიყვა ერთი იგავი. რომაული ის არის, რომ რომში მონები აჯანყდნენ და თავადებმა უთხრეს, რომ დიდი სისხლის ზღვარია და ამიტომ 20 კაცი თქვენგან, 20 ჩვენგანო წავიდეთო, ვიჩხუბოთო და ვინც მოიგებსო, იმან მართოსო. ხო და ოღონდ არაფერი არ წავიღოთო, ხელით ვიჩხუბოთო და წავიდნენ. ხო და მონები უგებენ და თავაც გაახსენდა ეს მონას როცემდნენ მათრახით. ის მათრახი ქონდა ცხენის უნაგირში ჩარჩობილი და ეს გაახსენდა და ამოიღო და აი მონები უგებენ ზედა ურტყამენ რაღაცა და ეს მათრახი დაატრა ყლაშუნა ესე და აბა შეჩერდითო და ყველა მონა გაიყინა ეს მათრახის ხმა რო გაიყინა ყველა მონა და მოუგეს ამ ახალგაზრდას მათრახის ხმა არ ესმით არ გავუგიეთ გესმით ესენი თავისუფლები არიან თავისუფლებაში დავადებული ჩვენს თაობას ესმის ჩვენს თაობას ეშინია ჩვენ მაინც გვაქვს ის საბჭოთა კავშირშია შექმნილი ის ნაკაჩეს რო იყო ხარისხის მაჩვენებელი აი ეს მე ჩემს თავში ბევრჯერ აღმომიჩენია რომ მაქვს ეს მეც მაქვს და იმას განზევდებ არ მივყვები მაგას ამ ახალგაზრდების თვალით უყურებ იმიტომ ესენი თავისუფალი თაობაა მამა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაცა ეპიზოდები, რომელსაც ნანობს და რომლითაც ამაყობს. თქვენ რომელს გამოარჩევდით, თქვათ აი ნეგატიურად რაღაცას თქვენი ცხოვრებიდან და ძალიან პოზიტიურად. აი რითი ამაყობთ ყველაზე მეტად? ზოგჯერ რა ხდება, შეიძლება რაღაცა პოზიტიური მოხდეს, მაგრამ ნეგატიური შედეგი დაგიტოვოს. შეიძლება რაღაცა ნეგატიური მოხდეს და პოზიტიური შედეგი დაგიტოვოს. ამიტომ არაფერს ნეგატიურს არ ვნანობ, რამაც მე ქრისტემდე მიმიყვანა. და პოზიტიური ის არის, რომ ქრისტე აღმოაჩინე და როგორ არის, იცით, აი, როდესაც დავით მეფსალმუნე, ანუ მცალმუნთქმელი ისრაელის მეფე ქრისტ ღმერთთან იყო ურთიერთობაში, აი, მწვერვალზე. და მაშინ თხოვა, რომ მომეციო უფლებაო, რომ ტაძარი აგიშენო. ხო და მეო ასეთ კარგ სახლში ცხოვრობოდა და შენი კიდობანიო მინდვრად არისო და ღმერთი ეუბნება რომ შენო არ დაგავიწყდესო მეო რომ მამა შენის ბოსელიდან გამოგიყვანეო წარმოიდგინე როგორი მეფეა უგებს ყველას მეფობს და ღმერთი ახსენებს რომ ბოსელიდან გამოიყვანა მამამისის ცხოველების მწყემსი იყო ცხრების აი ეს არ უნდა დაივიწყო არასოდეს მე სულ ვიხსენებ, რომელი ბოსელიდან გამოვედი, საიდან გამოვედი. სულ ვიხსენებ ამას, იმიტომ რომ არ მინდა ღმერთმა შემახსოვროს, მე მახსოვს. ანუ რაც ნეგატივი არის, მახსოვს. ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემს არს მარადის. ეს მე მახსოვს და ღმერთს დარწმუნებული ვარ, ჩემთვის შესახსენებელი არ ექნება ეს რო გააკეთე, ან რატო დაივიწყე, ყველაფერი მახსოვს. მახსოვს და ამით ვცდილობ, რომ უკეთესი ვიყო. კარგით, მაშინ კიდევ ერთ გკითხავთ ამ გადმოსახედიდან, აი ყველაზე დიდი მიღწევა თქვენი რითიც ამაყობთ. ქრისტეს აღმოჩენა. ქრისტეს აღმოჩენა და ზოგჯერ ვეუბნები ჩემს თავს. იცით როგორი რაღაცა მჭირს. მოხუცი და ზღვა გაგწაკითხული, ხო? მოხუცი და ზღვა.
იქ არის ძალიან საინტერესო, რომ ძალიან ღრმად რო შედის და დიდ თევზს რო იჭერს. მე გარეთ ნაპირზე ვერ გამოვა, ჩონჩხი გამოაქვს მარტო. ზოგჯერ ღმერთი რომ მოვა, ისეთ რაღაცებზე მივდივარ, ისეთ აზრებზე, მინდა რომ მიკროფონი მეყენოს გულში ჩამწერი, რომ ის ჩაიწეროს, იმიტომ გარეთ ვერ გამომაქ მე. როცა ღმერთი გეწევა ადამიანს და ისეთ რაღაც ჭეშმარიტებებს განახებს, აი პავლე მოციქული რომ ამბობს, რომ თლად ისე არა ვარ, რა თქმა უნდა, სხვანაირად არ გაიგოს, მაგრამ მესამეცამდე ვიყავი აღტაცებულია ისეთი სიტყვები მესმაო, რომელიც ყურს არ სმენიაო, თვალს არ უნახავსო, გულს არ აი ეგეთი რაღაცები რომ ასეთ რაღაცას რომ მივახციე და მიმაღწევინა ღმერთმა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი, ну ჭეშმარიტების აღმოჩენა, თავისუფლება ხო შეიცანი ჭეშმარიტება გაგან. ჭეშმარიტება არის სვარსული სიტყვა. სხვათა შორის ვიღაცები ამბობენ რომ სიმართლე ბევრია და ჭეშმარიტება ერთი ესე არ არის. სიმართლე და ჭეშმარიტება ეს ერთდაიგივე სიტყვა. ჭეშმარიტება არის სპარსული. ამას სომხები ხმარობენ დღეს. და ჩვენთან შემორჩა მარტო რაღაცა სიდიადის აღსანიშნავად, მაგრამ ჩვენ ჭეშმარიტება მადიდებლები კი არა ვართ. მართლმადიდებლები ვართ, მაინც მართალია. ну ამიტომ მე ჭეშმარიტების ნაცვლად ხშირად სიმართლეს ხმარობ და ეს უფრო სწორია. მართალი ნიშნავს მართი, სწორი, მართებული. ხო და აი ამ მართებულობას რომ ჩავწვდი იმას რომ აი ვინა ვარ, რა ვიცი, მე რომ სახარებას ვკითხულობ და მესმის და ეს არის ჩემთვის რაღაც საგნების მესმის, აი რაღაცა მესმის, აი ეს იმას რომ ვაჟამ მე მგონი თავის თავზე დაწერა გველის ჭამელი. ძალიან მომწონს ვაზას ნაწარმოები, რომელსაც ორი სამყაროს ესმოდა და ვერ იცხოვრა. ბერიც ეს არის, ბერი ამ ქვეყნურად ვერ ცხოვრობს. როცა მეორე სამყარო გაგეხსნება, ამ ქვეყნურად ვერ ცხოვრო, როგორც გველი მჭამელმა ვერ იცხოვრა და თავის თავზე დაწერა, ვერ ცხოვრობდა თვითონაც, ხო ვიცი, ძალიან ვერ იცხოვრა, ვერ იარსება ამ მიწიერად, ვერც ფული იშოვა, ვერც ეგ მდგომარეობა ჩემი მიღწევა. მეტი სხვა მიღწევა მე არა მაქვს. გარეგნულის მე არაფრად მიღწევა დართული არც მაქვს, მაგრამ რომ მქონდეს ერთმა მითხრა მილიონი რო ქონდეს არ გინდებოდა საწავიღო მეტი. რაც უფრო მეტი საჭიროება გაქვს, მეტად მონახარ. რაც მეტად გინდა, მეტად მონახარ. ხო და აი გარეგნულ მიღწევას მე შინაგანი ერთი ესეთი იგავი არის სოკრატე და მდიდარი გადიოდნენ ისეთ ადგილას, სადაც ყაჩაღები ბუდობდნენ. და ამ მდიდარმა რაღაცები ისე თავი რაღაცა შეკრა, რაღაცა სხვა რაღაცები ჩაიცვა და სოკრატეს ეუბნება, ვაი თუ მიცნესო, რომ მდიდარი ვარ და ესაო და სოკრატემ უთხრა, ვაი თუ მე არ მიცნესო, ვაი მათო მე თუ არ მიცნესო და აი ორი სიმდიდრე არსებობს. ერთი არსებობს მიწიერი არაფერი მიღწევა, არც მღვდლობა ჩემთვის მიღწევა არ არის, არაფერი. ну განაღლობას არ ვაფასებ, მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ღვთის მღვდელი ვარ. ეგ საოცრებაა, მე რომ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში, მაგრამ ეს არის ჩემი მოცემულობა, მაგრამ არა მიღწევა. ინტერვიუს ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ, როგორი უნდა იყოს ეკლესიის როლი თანამედროვე საქართველოში. ძალიან საინტერესო კითხვაა. ჟურნალისტები ძალიან ხშირად სვამენ ამ კითხვას. უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია პოლიტიკაში. არა, თუნდაც ეგეც ამადოროთა, თუმცა აი ზოგადად როგორი უნდა იყოს ეკლესიის როლი. აი რა არის პოლიტიკაში ჩარევა. თვითონ სიტყვა პოლიტიკა ეს მინდა ყველას უთხრა. და კარგი იქნება თუ მოусმენენ, რომ სიტყვა პოლიტიკა არის არისტოტელემ რო თქვა ადამიანი პოლიტიკური ცხოველია, ნიშნავს ადამიანი არის საზოგადოებრივი ცხოველი. პოლიტიკა საზოგადოებრივ ურთიერთობას ნიშნავს. და თუ საზოგადოებრივ ურთიერთობას დავარქმევთ პოლიტიკას, ეკლესია არის ყველაზე საზოგადოებრივი დაწესებულება. მაგრამ ეკლესია პოლიტიკაში ერეოდეს თუ არა, ეს უკვე ნიშნავს პოლიტიკის აი სპეციალიზირებულ განხრას, ანუ მთავრობას
მთავრობის დანიშვნას, მთავრობის ეს იქნება მთავრობაში თუ ის იქნება პოლიციის უფროსი, ამაში არ უნდა ერეოდეს ეკლესია. კი ბატონო, ამაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ როცა ქვეყანაში საშინელებები ხდება, მთავრობის წინააღმდეგ ეკლესია არ უნდა მიდიოდეს. თუ ის მის ერს ეკლესიის და ქვეყნის ერს არ ანადგურებს. მაშინ რა თქმა უნდა, არა, ვინ იქნება მთავრობაში, რა ჩემი საქმეა? არა. მე ხო იმაზე არ ვიბრძვი, რომ მთავრობაში სხვა პარტია მოვიდეს, არა. ესენი, რასაც აკეთებენ, არ შეიძლება აზიანებენ ქვეყნის კურსს. პირდაპირ აზიანებენ. საერთოდ როგორი რაღაცა მოიფიქრეს, რომ აი ჩვენ სხვა ქვეყნიდან გვიყარნახებენ. საერთოდ სუვერენული დემოკრატია ეს გაუგონარი რაღაცა. დემოკრატია არის ქვეყანათა შორის ურთიერთობის წესი. ქვეყნებს შორის ურთიერთობის წესი. აი ასეთი ურთიერთობით ვართ ჩვენ დემოკრატიული ქვეყნები, გეუბნებიან. და როცა ეს შენ რაღაცას გეუბნა, არა მე ესედა და თან იძახი დემოკრატია ვარ. როგორ ხარ დემოკრატი? აი მართლმადიდებლობაში ესეა, ჩვენ ქრისტეს მიმართ სწავლებაში და მართლმადიდებლურ სწავლებაში ერთი ვართ კონსტანტინოპოლთან, რუსეთთან, ბულგარეთთან და ყველა ეკლესიას ვერ ჩამოვთვლი. ერთი სწავლება გვაქვს ჩვენ მართლმადიდებლური. მართლობაში ვართ. ვინ იქნება პატრიარქი, რომელს აკურთხებენ ყვლად, ამას საქართველოს სინოდი წყვეტს. და ეპისკოპოსები წყვეტენ, მაგრამ ქრისტე ღმერთია თუ არა, მას ჩვენ კი არ წყვეტ, ჩვენ ვაღიარებთ. გამიგეთ? ანუ სუვერენული მართლმადიდებლობა არ არსებობს სწავლებაში. ასევე სუვერენული დემოკრატია არ არსებობს. თუ დემოკრატიული ქვეყანა ხარ, მაშინ დემოკრატებთან ერთად უნდა ურთიერთობდე და რაღაცა აიღეს, აი ოჯახის რაღაცა ისო ჩაწერეს და ეს ამოიღეთო გვეუბნებიან, კაცო, შეგაიგაცო, ამის მეც არ გეუბნებიან იქ არაფერს, სასამართლო რო სამართლიანი კონდესო არ გეუბნებიან. ამით რო იწყებ და რაღაცას რო ვაჭრობ, ის თქვი სასამართლო როგორ იყავს? მზია ამაღლებელს ხო? საერთოდ არ ვიცნობ მაგ ადამიანს, მისი მოღვაწეობაც არ ვიცი რა ხა ტელევიზორში უსმენ. მაგრამ რის გამოზის? იმ პოლიციელს არ ცხვენია. სირცხვილი არ არის, ახლა მე რო ხელი გამარტყა ქალმა, ამის გამო ციხეში ჩავსვა. ქრისტეს აფურთხებდნენ, ჯვარსაცვეს არაფერი არ უთქვა და ქრისტეს ვინც ლახვარისცა გვერდით ლონგინოზე მორწმუნე გახდა. ეს ჭეშმარიტად ზეღვთის არის, ანუ ლახვარისცა და მორწმუნე გახდა. ის ვინც მას ლახვარი დაარტყა და კარგი რა პოლიციელი ღირსეული ხო უნდა იყო, ხო? ღირსეული ხო უნდა იყო, როგორ შეიძლება ამის გამო ციხეში ამდენი წლით, კი არა, ამდენი თვით რო ზის უკვე მიუჟიანდი არა ახალგაზრდა სტუდენტი ხალი არა რომ არ მიუსაჯოთ ეს არ გაამართლებს მაგ ამდენი თვით თავისუფლების აყვეცა ვიღაცას რომ ლოყა უწითლდა ამის გამო და როგორი რაღაცა არის ეს უსმენს სასამართლოების რაღაცა ამომიგდებს ხოლმე იმაში და ამტკიცებენ იმას რომ ლოყის გაწითლება ეს ამის მტკიცება რო უწევს ქვეყანას რომ აი ლოყის ხო ტკივილი მიაყენა ტკივილი განიცადა აი ამდენი მოსამართლე რომ ამაზე მსჯელობს რომ ეს ხო ეს ტრაგედია ეს დემოკრატია კი არა ტრაგედია აი სად შეიძლება ესეთი რამე რო ყოფილიყო აი სად შეიძლება რომელ ქვეყანაში არ ვიცი და აქ როგორ არ უნდა თქვა არაფერი ეს არ არის პოლიტიკაში ჩარევა იქ ვინც დგას 80% მონათლულია თუ მეტი არა ეს თუ მონათლულია შენი ეკლესიის შვილია ურტყამენ კლავენ წემენ ასისხლიანებენ დალეწეს ბავშვები დაამახინჯეს ქართული გენი და როგორ უნდა გაჩვენდე მე ვერ გავჩვენდები და ვინც დუმს რავი გაუმარჯოს იყოს დუმარებაში პოეტს რო აქ ნათქვამი დუმდა სიონი და დუმდა ხალხი მე ესე ვიმეორებ რომ დუმდა სიონი და ყვირის ხალხი მამა დოროთე უღრმესი მადლობა ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის და მადლობა თქვენ რა ვიცი ბევრი თქვენაირი მოძღვარი ჩვენს ეკლესიას
არ მეგონა თუ გამომივიდო და თუ გამომივიდა კარგია, იმიტომ რომ არ მიყვარს პირადი ბიოგრაფია, არა იმიტომ რომ რამე სამარცხვინო მაქვს, უბრალოდ იმდენად ქრისტეს საუბარი მინდა ყოველთვის. იცით როგორ არის, აი რა უბედურია ადამიანი, რომელიც გაიგებს, რომ ამ სამყაროს შემოქმედი ადამიანად მოვიდა. რაღაცა თქვა, მოციქულებმა დაწერეს და აგერ გიდევს თარგმნილად. და არ კითხულობ. და არ გაინტერესებს, რა თქვა იმან. რა თქვა სამყაროს შემოქმედმა, რა გითხრა. აი მიყვარს ესეთი ადამიანების. და უსურვებდი რომ ასე არ გასულიყოს არავინ ამ ქვეყნიდან რომ არ შეიმეცნოს ის ვინც ჩვენ შემოქმედია, ვინც ჩვენი შემოქმედია, ვინც ჩვენ შევქმნა, ვინც ჩვენ მოგცა ეს ყველაფერი. მადლობა მას და დიდება მას. მასზე საუბარი ზე ყოველთვის მზად ვარ. აი ჩემს თავზე რა ვიცი, რაც გამომივიდა ის. მადლობა დიდი.